ვინ არის მომხრე, რომ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს გაუუქმდეს ავტორიზაცია? გთხოვთ ხელისაწევით დაადასტუროთ, თუ მხარს უჭერთ თქვენ ამ გადაწყვეტილებას. წინააღმდეგი ვინ არის? გადაწყვეტილება დასაჩივრებადია. საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს გაუქმდა ავტორიზაცია. აღმოსავლელი გადაწყვეტილება ძალაში შევა სასწავლო წლის დასრულებიდან, სტუდენტები წლის ბოლომდე შეძლება სწავლის გაგრძელება. დასკვნაში ასახული სტანდარტების დარღვევიდან სამი სტანდარტია შეგახსენებთ, ეს არის აკადემიური პერსონალის სტანდარტი, საგანმანათლებლო პროგრამების სტანდარტი და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის სტანდარტი. დარღვეულია ერთ-ერთი მაინც, ან ერთ-ერთის ინდიკატორი, მაშინ საბჭო როგორც წესი იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციის გაუქმების შესახებ. ძირითადად დარღვევებს შორის დასახელდა აკადემიური პერსონალის შერჩევისა და დანიშვნის საკითხი, სავალდებულო ლიტერატურის არქონა, ასევე განათლების აღიარების წესთან დაკავშირებით არსებული დარღვევები, საუბარია სტუდენტთა სტატუსის შეწყვეტის, შეჩერებისა და შეცვლის საკითხზე. ერთი რაც ნათელია, ჩვენ არ შევეგვევით ამ გადაწყვეტილებას და ვიბრძოლებთ, რომ აღვიდგინოთ ეს სტატუსი. სტუდენტები მიმართავთ განათლების მინისტრს თხოვნით, რომ ის უშუალოდ შეერთოს ამ პროცესში, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ დღეს საბჭომ მიიღო არაობიექტური გადაწყვეტილება და ეს საბჭო ექვემდებარება განათლების სამინისტროს. განათლების მინისტრი აუცილებლად უნდა მოვიდეს აგრარულ უნივერსიტეტში, გაგვესაუბროს სტუდენტებს, შეამოწმოს იქ არსებული სიტუაცია და მოგცემს საშუალებას 3000 სტუდენტს გავაგრძელოთ სწავლა აგრარულ უნივერსიტეტში. ძალიან სამწუხაროა, რომ საბჭომ რეალურად არ შეისწავლა ის საკითხი, რომ აგრარული უნივერსიტეტი აკმაყოფილებს განათლების ხარისხი და სადმე წაყენებულ ყველა მოთხოვნას, საბაბად გამოიყენა რა ტექნიკური უზუსტებები თუ ტექნიკური შენიშვნები და უნივერსიტეტს გაუქმა ავტორიზაცია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, ბუნებრივია ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. იმის გამო დახურეს რეგიონში საუკეთესო ან ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი, რომელსაც ბიბლიოთეკაში არ გააჩნდა წიგნი, რომლის საგნის სწავლაც ჯერ არ დაწყებულა, რომლის პროექტში დევს და სამმავლოდ 2013-დან 2014 წელს უნდა ისწავლოს. ეს არის ყველაფერი აბსურდი. ამ უკანონო სრულიად დაუსაბუთებელ და სამარცხვინო გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ სასამართლოში და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო აღმოჩნდება თავის სიმაღლეზე და მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას.